გრუნდით ისა პირდაპირ ეთერში ვართ და როგორც ყოველთვის ჩვენი გადაცემა არის მრავალფეროვანი თემებით დატვირთული და მეორე ბლოკიც უკვე სხვა თემით, სხვა სტუმრით ძალიან საინტერესო და აქვე გავეჟღერებ იმას, რომ შეგიძლიათ ამ ბლოკში მაყურებელო თქვენს ჩაერთოთ, დაგვირეკოთ, დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. 300-778 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომერი და შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დაუსვათ ჩვენ სტუმარს, ჩვენ გავაჩხერებთ ჩვენი ეთერის საშუალებით და გიპასუხებთ ჩვენი სტუმარი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკონსულტაციო ბარათების გამოქვეყნებას აგრძელებს თუ რა სახის ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ამ საკონსულტაციო ბარათით, ამის შესახებ ჩვენი სტუმარი უფრო დეტალურად გვესაუბრება და ჩვენი სტუმარია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი თამარ ციკლაური. მოგესალმებით თამარ და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მოდით პირველ რიგში განმარტოთ ტელემაყურებლისთვის, ვინც არ იცის რა არის ეს საკონსულტაციო ბარათი, რამდენი ხანია რაც მოქმედებს ეს სერვისი სააგენტოში და შემდეგ გადავიდეთ უფრო დეტალურად იმ საკითხებზე, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია. საკონსულტაციო ბარათის შესახებ შეიძლება ითქვას ის, რომ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მცირე იურიდიული კონსულტაციის მიღება სხვადასხვა ფორმებით არის შესაძლებელი, როგორც ეპირი, ასევე წერილობითი სახით და ეს არის ერთ-ერთი სახე ჩვენს მიერ მოფიქრებული კონსულტაციის. ბარათი არის უფრო ვრცელი, ვიდრე დაუშვათ საიტზე შეიძლებოდა ინფორმაციის მოძიება ჩვენ სხვადასხვა მომსახურებასთან დაკავშირებით. ეს ბარათი დაეხმარება არა მხოლოდ მოქალაქეს, რომელიც რაღაც გარკვეულ მიზანს ისახავს. შეიძლება საინტერესო იყოს სტუდენტი იურისტებისთვისაც და კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რაც წესრიგდება სააგენტოს საქმიანობის პროცესში, რაც რეგულირდება ჩვენი საქმიანობის დროს, ის სამართლებრივი ნორმებიც გაანალიზებული აქვს და პრაქტიკული ასპექტები არის ნაჩვენები. ეს ბარათები სამომავლოდ უმარტივებს მოქალაქეს ჩვენთან ურთიერთობას და უფრო მეტი ინფორმაცია აქვს წინასწარ, ანუ მას აქვს ინფორმაცია და შეიარაღებულია ამ ცოდნით, როდესაც ჩვენთან მოდის. ზუსტად იცის რას აკეთებს, რა სამართლებრივი შედეგები დადგება მისი გადაწყვეტილებების თვის და სიმარტივე სწორედ ამაშია, რომ Facebook-ით, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ეს ბარათები არის ხელმისაწვდომი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სოციალური ქსელი, ხო? დიახ, ეს არის Facebook-ზე ჩვენი გვერდი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სადაც მუდმივად ქვეყნდება სხვადასხვა თემაზე საკონსულტაციო ბარათები და ბოლო იყო, რომელიც გამოაქვეყნეთ ჩუქების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული თემები, იყო სამის დღეში რჩენასთან დაკავშირებული არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგებები და აი ასე შემდეგ. ანუ ის თემები, რომელიც ძალიან აქტუალურია მოქალაქეებისთვის. ვცდილობთ ხოლმე რომ შევარჩიოთ ისეთები, რომელზეც უფრო მეტი კითხვა ისმება. დღეს გვინდა თამარ ვისაუბროთ ამ ჩუქებასთან დაკავშირებით, ჩუქების რეგისტრაციაზე. სიახლეები არის, ვიცით, ამასთან დაკავშირებით და მოკლედ გავმარტოთ რა სიახლეები შევიდა კანონში, რა გქონდა მანამდე და როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი და ისიც ჩვენ სამ ეთერში შემოვიდოთ, ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლიათ ადამიანებს გაჩუქებული ქონებაც კი უკან დაიბრუნოთ, თუ გამოითხოვოს თუ მის მიმართ რაიმე ესეთი ძალადობრივი ფაქტი განხორციელდა. კანონში რაიმე სიახლეზე, ანუ ჩვენ ახლა დღეს არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩუქების რეგულირება სამოქალაქო კოდექსში არის მოცემული 97 წლიდან და რაიმე ისეთი განსაკუთრებული ჩვენ რომ ვთქვათ, რომ საკანონმდებლო ცვლილება არის შესული, ასეთი არ არის, ამიტომ მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ სიახლე აქ არის ის, რომ ამ სარეგისტრაციო პროცედურებთან მიმართებაში უფრო მარტივი გახდა გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღება. და იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები იყოს, რას ნიშნავს საერთოდ ჩუქება და რა კავშირშია სააგენტო საჯარო რეესტრი ჩუქების ხელშეკრულების თემასთან, დავიცადეთ, რომ საჯარო რეესტრი რეგისტრირდება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, საკუთრების უფლების წარმოშობა შეიძლება სხვადასხვა გზით მოხდეს. თქვენ შეიძლება იყიდოთ ეს ქონება, მემკვიდრეობით მიიღოთ, სახელმწიფომ გადმოგცეთ სასყიდლით თუ სასყიდლით და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ გარკვეული მაჯლიერების ნიშნად ასე შემდეგ ნებისმიერი სხვა მორალური ცნეობრივი თუ გარკვეული ტიპის ქვენაგზნობით ადამიანს აჩუქოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. სწორედ ამ შემთხვევებზე არის საუბარი, დიახ. აუცილებლად ის პირი, ვინც არის გამჩუქებელი, უნდა იყოს მესაკუთრე ამ უძრავი ქონების. ეს არის არსებითი პირობა. ის რომ ვინმე ჩაითვალოს ქონების, უძრავი ქონების მესაკუთრედ, ის აუცილებლად უნდა იყოს საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული. ანუ მას უნდა ქონდეს ამ საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწილე. პირველი პირობა, რომ უნდა იყოს მესაკუთრე,
და მეორე პირობა. ეს ხელშეკრულება ჩუქების შესახებ. ერთი მხრივ, ანუ ყველა იფიქრებს, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, მომგებიანია დასაჩუქრებულისთვის და ის ყოველთვის თანახმა იქნება და ყოველთვის სიხარულით მიიღებს ამ შემოთავაზებას, მაგრამ რა თქმა უნდა, კანონმდებლობა იცავს ადამიანის ინტერესს, რომ მას რაიმე ისეთი არაჩუქონ, რომელიც მისთვის არ იქნება ხელსაყრელი. ამიტომ მისი თანხმობის გარეშე, ანუ დასაჩუქრებულის თანხმობის გარეშე არ არის შესაძლებელი ქონების ჩუქება. ამიტომ გჭირდება ხელშეკრულება, რომელზეც ორივე მხარე გამოხატავს ნებას, როგორც დასაჩუქრებელი, ასევე გამჩუქებელიც, ხო? უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შემოდის ესეთი დათქმა, რომ ეს ხელშეკრულება უნდა იყოს სანოტარო წესით დამოწმებული, ანუ ნოტარიუსთან გაფორმდეს ჩუქება უძრავი ნივთის შემთხვევაში, ან მეორე ვარიანტი არის გამარტივებული წესით ხელშეკრულების დამოწმება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ. ეს იქნება იუსტიციის სახლის მიმღები ოპერატორი თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, შტამპი და ასრულებს ამ შემთხვევაში ხელმოწერების დამომოწმებლის ფუნქციას. შემდეგ ხდება პროცედურა არის ესეთი, რომ უფლება უკვე ამ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირდება დასაჩუქრებულზე და ახლა ამ უძრავი ნივთის მესაკუთრე, სრულყოფილი მესაკუთრე არის უკვე დასაჩუქრებული პირი და ის თავისი ნების შესაბამისად განკარგავს ამ ქონებას. მაყურებელს მინდა შევახსენოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი 300-778, შეგიძლიათ დარეკოთ და ამ თემასთან დაკავშირებით დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა. პროდიუსერი ჩვენ გვიკარნახებს ყურში. უწია გააჩუქოს უძრავი ქონება, როდესაც ადამიანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. სამზრუნველო პირის ქონების გასხვისება პირდაპირ წერია კანონში, რომ არ არის დაშვებული. ანუ როდესაც გვაქვს შემთხვევები, აი საჯარო ის ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი პირის, არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი მშობელი ჩუქების ხელშეკრულებას დებს საკუთარ თავთან. ანუ შვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას იფორმებს, ასე რომ ვთქვათ, ჩუქების ხელშეკრულების ფორმით და ორივე მხარეს გამოდის თვითონ როგორც დასაჩუქრებული და როგორც წარმომადგენელი მარასრულწლოვნის, რომელიც არის მესაკუთრე. აი ასეთ შემთხვევებში სამოქალაქო კოდექსიც იცავს ასეთი შემთხვევისგან, ანუ ხელშეკრულებაში არ შეიძლება თავის თავთან დადება გარიგების, ანუ როგორც ხვისი წარმომადგენელით და როგორც თვითონ თავის სახელით, ან როგორც ხვისი წარმომადგენელი ასევე. ანუ აქ აუცილებელია, რომ კონკრეტულად პირდაპირ თანხმობა არსებობდეს ამაზე და არსებობს კიდევ ესეთი ჩანაწერი, რომ მშობლებს დაუშვათ არ შეუძლიათ ერთ-ერთ მშობელს, რომ დადოს ეს ხელშეკრულება არასრულწლოვანი სახელით. ანუ აუცილებელია, რომ ორივე მშობლის მიერ იქნას ხელმოწერილი, ანუ კანონიერ წარმომადგენლად ითვლება ორივე მშობელი. საკონსულტაციო ბარათებში იყო აღნიშნული უკან გამოთხოვა, ხო? აი ძალიან შემოვიდა. მიგეცათ ამაზე ყურადღება. კანონი ამას ძალიან დიდი ხანია ისმის. ვადებით გვაინტერესებს, აი თქვა თუ გააჩუქა ქონება რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც. საინტერესო კითხვაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რატომღაც არ არის გავრცელებული ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა ძალიან დიდი სასამართლო პრაქტიკა არსებობს დასაჩუქრებულისგან ამ დასაჩუქრად გადაცემული ნივთის უკან დაბრუნების სასამართლოს აქვს მარტივი რომ იყოს ელემენტარული დასაგები. დიახ, გეტყვით, დაუშვათ პირმა აჩუქა მეორეს თავის უძრავი ქონება და შემდეგ აღმოაჩინა, ან მანამდეც იყო ცნობილი, რომ ეს არის ქონება, რომელიც იყო ერთადერთი საარსებო წყარო ამ პირისთვის და ასევე მის კმაყოფაზე მყოფი პირებისთვის, მაგალითად მისი არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი შვილებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ეს ქონება და სწორედ ეს ქონება იქნა გასხვისებული. ასეთ შემთხვევაში თუ ესეთი ჩუქების ხელშეკრულება დაიდო, არა მხოლოდ ამ პირს, რომელმაც გააჩუქა, არამედ მის კმაყოფაზე მყოფ მის სარჩენ პირებსაც, მის შვილებს, მაგალითად ამ შემთხვევაში ან მეუღლეს, რომელიც ამ ქონების შემოსავალი იყო მისი საარსებო წყარო, უფლება აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს ამ დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ნივთის უკან დაბრუნება დასაჩუქრებულისთვის. ეს თუ არის მაგალითად კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ადამიანს აჩუქა და შემდეგ რაღაც პერიოდის მერე ითხოვს ამას, ხო? აქ არის ძალიან ბევრი პირობა კიდევ ჩადებული. ანუ და რა უფლებები აქვს მაგალითად მეორე მხარეს? შეიძლება იყოს დადებული შიდა მაგალითად.
იმ შემთხვევაში თუ ეს ქონება გასხვისებული, აქ უკვე სხვა ინსტიტუტი შემოდის. ანუ აქ საუბარი არის კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტზე. ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერია ის შემძენი, ვინც საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად იხმძღვანელა და ჩათვალა, რომ დასაჩუქრებული იყო სრულყოფილი მესაკუთრე და ამ შემთხვევაში ეს კი არ არის შეზღუდვა, რომ სამომავლოდ ეს ქონება არ გასხვისდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ სადაც ნახავთ მესაკუთრედ პირს, რომელსაც ეს ქონება შეძენილი აქვს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველთვის ამ რისკის ქვეშ ხართ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება თავის განსაჩუქრებულმა უკან გამოითხოვოს. ეს თვით ისევ უნდა არსებობდეს და უნდა იყოს დასაჩუქრებული საკუთრებაში, რა თქმა უნდა, ეს არის არსებითი პირობა. და აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თუ ეს ჩუქება მძიმე მდგომარეობაში აყენებს თვითონ აი ამ დასაჩუქრებულს და ეს გარემოებები შეიძლება მოგვიანებით გამოვიდეს, სასამართლო აფასებს არის რომ უკან გამოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს, სადაც ეს ნორმები არის ზუსტად განმარტებული და აქვე საუბარი არის იმაზე, რომ ეს შეფასებითი კრიტერიუმები, რა ჩაითვლება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნაც არსებულ მინიმუმის შეზღუდვა. დავუშვათ, ერთ-ერთი სასამართლო გადაწყვეტილება იყო, სადაც მხარე დაობდა და ამბობდა, რომ ის საცხოვრებელი ბინა, რომელიც დავუშვათ გასხვისდა ასე ჩუქების საფუძველზე, ეს იყო მათი ერთადერთი საასაბო წყარო და შემდეგ ამას ასაბუთებდა, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვათ 68 წლის შემდეგ ამ ბინაში მათ არასოდეს არ უცხოვრიათ, ეს ბინა არ არის კეთილმოწყობილი, არასოდეს ყოფილა გაქირავებული და დაადასტურა ის გარემოებები სასამართლომ, რომ ამ უძრავი ნივთის ჩუქება ერთ-ერთი მშობლის მიერ არ აყენებდა მათ ზიანს, იმიტომ რომ არ იღებდნენ ამით დაუშვათ ქირას, არ ცხოვრობდნენ იქ და ასე შემდეგ. ხო შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაც კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში რა ხდება? და თუნდაც 2 წელი არაფერი ისეთი მდგომარეობა არ აქვს და უცებ აღმოჩნდა, რომ ძალიან გაუჭირდა. ამ გარემოებების დადგომასთან მიმართებაში, როგორც ასეთი კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეც იქნება სასამართლოს შეფასების საგანი. ვადა არის დადგენილი, ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით ჩვენი მაყურებლისთვის. შემთხვევა, როდესაც ნივთის უკან დაბრუნებას ითხოვს, ასე იგი, იმ საფუძვლით, რომ მას ან მის ახლო ნათესავს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა. ანუ იმ შემთხვევაში თუ დასაჩუქრებულმა დიდი უმადურობა გამოიჩინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დამსაჩუქრებლის და მისი ახლობლის რა იგულისხმება მძიმე შეურაცხყოფაში, ანუ რა მაზვაგინება ალბათ, ხო? აი ეს შემთხვევები არის აბსოლუტურად სასამართლოს შეფასების საგანი. პირველი ის არის, რომ აი ამ შეურაცხყოფის მიყენება ახლო ნათესაობისთვის, ამ ახლო ნათესაობს არ აძლევს უფლებას, რომ მოითხოვონ ამ ნივთის უკან დაბრუნება, მაგრამ აძლევს შესაძლებლობას აი ამ მესაკუთრეს, ყოფილ მესაკუთრეს, ვინც გააჩუქა ეს ნივთი, რომ შეაფასოს თავისი პიროვნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რამდენად მძიმე არის ეს უმადურობა, რამდენად მძიმე არის ეს შეურაცხყოფა, რომელიც მას ან მის ახლო ნათესავს მიაყენეს და ის შედის სარჩელით სასამართლოში და ის ითხოვს უკან დაბრუნებას. მაგრამ აქაც არის ვადასთან მიმართებაში ვთქვით ეს, ამიტომ დავაკონკრეტოთ მაყურებლისთვის, რომ ეს არის სწორედ მიბმული 1 წლიან ვადაზე, ანუ იმის შემდეგ, რაც დასაჩუქრებულის ქცევის შესახებ გახდება ცნობილი განსაჩუქრებლისთვის, ამ ვადიდან 1 წლის განმავლობაში შეუძლია მხოლოდ რომ იდაოს ამ ხელშეკრულების 1 წლის შემდეგ რა ხდება თუ არ იდავას უნდა თუ არ იდავებს ჩაითვლება რომ მან იცოდა 1 წელი ჰქონდა და კანონით დადგენილი ეს ვადა გაუშვა და ნივთი რა თქმა უნდა დასაჩუქრებულს დარჩება ამ მძიმე შეურაცხყოფის მიუხედავად. ყველა საქმე ალბათ ყველა ამბავი არის ინდივიდუალური, მაინც როდესაც არის ჩუქება, გაჩუქებას ეხება საქმე და მაყურებელმა დარეკა და ესეთი კითხვა აქვს, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობს მისი ნათლია, რომელმაც მას აჩუქებინა, მაგრამ დიახ, ცხოვრობდა გარდაიცვალა სამწუხაროდ ის ადამიანი, მაგრამ ამ ადამიანს აქვს წერილი მისგან გამოგზავნილი, რომ ეს ადამიანი ჩუქნიდა მას ბინას. აი წერილს თუ აქვს რაიმე ძალა მაგალითად. ანუ ეს მიმოწერა უძრავ ქონობასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე დავიწყეთ ამაზე საუბარი, ხელშეკრულებას აქვს დადგენილი ფორმა. ანუ ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ვერ ჩაითვლება ნამდვილად. ანუ ის ფორმა, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ სანოტარო წესით უნდა იყოს, ან მარეგისტრირებულ ორგანოში უნდა იყოს ხელმოწერებით დამოწმებული და ეს უნდა დარეგისტრირდეს რეესტრში, ეს ფორმა თუ არ არის დაცული ჩუქების ხელშეკრულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მარტო
ოპერატიული წერილი. იურიდიული ძრავა არ აქვს გამოგზავნილ წერილს, რომელიც წერს ადამიანი რომ ჩუქნის თავის ნაცვლს რაღაც კონკრეტულ ფართს, თუნდაც მიწის ფართს. თუ ეს არ არის დამოწმებული ნოტარიულად? აქ საკითხი ასე დგას, რომ ყველა სხვა ხელშეკრულებასთან მიმართებაშიც კი ჩუქების შემთხვევაში უფრო ართულებს კანონი. ანუ ის სხვა გარიგება, მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში ჩვენ თუ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და ნოტარიულად დავუშვათ და ეს არ დავარეგისტრეთ საჯარო რეესტრში, კანონი ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ნამდვილია. ანუ ნებისმიერ დროს მოვალთ, მოვიტანთ ამას საჯარო რეესტრში და დავარეგისტრებთ, მაგრამ ჩუქების ხელშეკრულების შემთხვევაში ამას ართულებს იმით, რომ ხელშეკრულება ნამდვილია მხოლოდ მას შემდეგ, რაც უძრავი ნივთზე უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ამ ხელშეკრულების საფუძველზე. ამიტომ აქ პირობა უფრო ჩავასწორებ ისევ დარეკა მაყურებელმა და თქვა რომ ანუ ეს მოხდა დაახლოებით 10 წლის უკან და ამიტომ მაშინ არ იყო მსგავსი პროცედურები რომ თქვა გაეკეთებინა და აი ამასაც თუ ექცევა ყურადღება რომ ეხლა 97 წლიდან არის ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსი და დადგენილი არის საკუთრების უფლების წარმოშობის ეს წესი, რაც ნიშნავდა ამ უფლებების რეგისტრაციას. თუმცა შეიძლება იქ რაღაც ფორმა იყოს დაცული, არ ვიცი. რა უჩვენებრივ ადამიანს, იმიტომ რომ რამდენჯერმე დარეკა, აი რა თქვენ რა რჩევას მისცემთ, შეიძლება რომ გააკეთოს. მე პირადად ახლა ამ მოქალაქეს ვურჩევდი რომ მოიძიოს ამ გარდაცვლილი თავისი ნათლის მემკვიდრეები, მათ მიიღონ სამკვიდრო და აი ამ დაპირებიდან გამომდინარე და იმათი მისი მემკვიდრეების კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვისაც აქვთ უფლებები სამკვიდროზე, ამ მემკვიდრეთა კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ დამოკიდებული ყველაფერი ის არის ანუ იურიდიული მემკვიდრე ნათლის, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და არის გარდაცვლილი. როდესაც არის პირდაპირ მემკვიდრე და ხდება ჩუქება ამ შემთხვევაში რა ხდება? დიახ, ანუ აქ საგადასახადოს მიმართულებით სწავლობთ ახლა ცოტა, ანუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებისთვის ჩუქება არ იბეგრება საგადასახადო კუთხით. ანუ ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ დედა ან მამა ჩუქნის შვილს, ასეთ შემთხვევაში ან პირიქით დაბეგრა არ ხდება, ანუ ნაჩუქარი ნივთის ღირებულებიდან გამომდინარე გადასახადი არ გადაიხდება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ იქნება სარეგისტრაციო საფასური საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისთვის, რაც არის 50 ლარი 4 სამუშაო დღის ვაჭრობა. სხვა შემთხვევაში იბეგრება ხომ ჩუქება? სხვა შემთხვევაში, ანუ სხვა პირისთვის, მესამე პირისთვის, სხვა პირებისთვის ჩუქება იბეგრება საგადასახადო წესით და უნდა იქნას წარდგენილი ინფორმაცია. ასევე საინტერესოა უძრავ ქონებას, რომელსაც აძლევს ყადაღა. თუ შეიძლება აი უძრავ ქონების გაჩუქება, თქვა სხვა ადამიანზე გადაბარება და შემდეგ იმან ყადაღა კრძალავს ყველა შემდგომ რეგისტრაციას ამ უძრავ ნივთთან დაკავშირებით. შესაძლებელია რომ დავუშვათ დღეს დაიდოს ეს ხელშეკრულება და მოვიდეს ჩვენთან სარეგისტრაციო, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს ქონება აღმოჩნდება ყადაღა დადებული, ჩვენ რა თქმა უნდა არ დავარეგისტრირებთ დასაჩუქრებულის უფლებას ამ უძრავ. თუმცა ეს ყადაღა რომ გადაყვეს, თქვა იმ ადამიანს, დასაჩუქრებულ ადამიანს, ანუ ეს არ არა, ყადაღა არის ღონისძიება, რაც ნიშნავს ყადაღა, ანუ თავისი არსით არის აკრძალვა. როდესაც მე მაქვს თქვენი ვალი და თქვენ აპირებთ ჩემ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას, ამ სარჩელის შეტანამდე იმისთვის რომ დროში მოიგოთ, პირველი რაც საკეთოთ, მიმართავთ სასამართლოს და ითხოვთ დაუყოვნებლივ ყადაღის დადებას, იმიტომ რომ მე არ გავყიდო, არ გავაჩუქო და ამ შემდეგ ეს ნივთი, ხო? ეს ყადაღა იცავს თქვენს უფლებებს, რომელსაც აპირებთ რომ რეალიზება მოახდინოთ სასამართლოში და ამ დროში რომ არ მოხდეს კეთილსინდისიერი შემძენის შემოსვლა, სწორედ წეღანადაც საუბრობდით, ამ ურთიერთობებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად არის დაცული სამოქალაქო სამართლით, მისი კეთილსინდისიერების არსიდან გამომდინარე, ამ პირის შემოსვლა რომ არ მოხდეს, სწორედ ამისგან იცავს ყადაღა. ხა როგორ არის დაცული ის პირი, რომელიც დავუშვათ ან დასაჩუქრებული, ან ყიდველი, რომელიც ყიდულობს ქონებას, რომელსაც ადევს ყადაღა, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში მას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოვიდეს საჯარო რეესტრში იუსტიციის სახლების მეშვეობით, ასევე ჩვენი ტერიტორიული ოფისების მეშვეობით, გამოითხოვოს ინფორმაცია ყადაღის არსებობის შესახებ და ეს ჩვენს ვებგვერდზეც არის დადებული ეს ინფორმაცია. სადაც მუდმივად ახალია ეს ცოცხალი მონაცემებია, ამიტომ შეუძლია რომ ეს ინფორმაცია გაითხოვოს და იცოდეს რა ნივთს ჩუქნიან, რა ნივთს ყიდულობს და ასე შემდეგ, რა ქონებასთან დაკავშირებით აფორმებს ხელშეკრულებას და ერთი მნიშვნელოვანი ჩუქებასთან მიმართებაში რომ არ გამოგჩეს,
აქ კეთილსინდისიერების და ზნეობის ნორმები შემოდის იმდენად, რამდენადაც ჩუქება თავისი არსით არის უსასყიდლო. ანუ ყოველგვარი სანაცვლოდ რაიმეს ანაზღაურების გარეშე ხდება ქონების საკუთრებაში გადაცემა, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში დასაჩუქრებული არის დაცული სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, სადაც წერია, რომ აუცილებლად უნდა ქონდეს ინფორმაცია, თუ ეს ნივთი იქნება ნაკლიანი. დაუშვათ, თუ თქვენ კეთილსინდისიერი დასაჩუქრებული ხართ და აღმოჩნდა, რომ ნივთი გაჩუქეს და ეს ნივთი არის დაზიანებული ან ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ვინც ეს ნივთი გაჩუქა. კიდევ რა უფლებები აქვს ხალხური გამოთქმა უკაცრავად ნაჩუქარ ცხესკბილი არ გაქვს, ანუ აქ არ მოქმედებს. არა, რა თქმა უნდა, ნაჩუქარი შუქება შეიძლება და ნაჩუქარ ცხესკბილი არ გაესინჯება, ეს არ მოქმედებს. და ნაჩუქარი შუქება შეიძლება, რა თქმა უნდა. კიდევ რა უფლებები აქვს ადამიანს, რომელსაც აჩუქეს, იმიტომ რომ თუ მეორე მხარეს შეუძლია რომ გამოითხოვოს, რაღაც გარკვეული უფლებები უნდა ქონდეს ადამიანს, რაც აჩუქეს, ხო? ისაც აჩუქეს ძირითადი მისი უფლებაა ის, რომ ამ ჩუქების სანაცვლოდ არაფერი არ უნდა მოთხოვოს გამსაჩუქრებელმა. ძირითადი პირობაა ის, რომ თუ ეს ჩუქება მას რაიმე სახით ნებისმიერი ფორმით ზიანს მიაყენებს, ან თუ აღმოჩნდება შემდეგ, რომ ამ ნივთს ისეთი ნაკლი ქონდა, რომელიც დაფარული იყო ამ ხელშეკრულების დროს, ჩვეულებრივ წესები ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების დაუშვათ დამატებით თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული რაიმე მოქმედების შესრულებასთან, ეს ძირითადი პრინციპები, რაც არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ იქნება დაცული დასაჩუქრებულის შემთხვევაში. თამარ, წეგან საუბრობთ და იგივე კითხოს მინდა დავუბრუნდე. ადამიანი, რომელიც არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უნდა რომ ვინმეს აჩუქოს, თუნდაც რაღაც უძრავი ქონება, თუნდაც ის ცხოვრობს იქ და აღარ ჭირდება, ისე რომ ვთქვათ. რას აკეთებს ეს ადამიანი? და არ შეუძლია ჩამოსვლა თუნდაც. და როგორც ვიცით, Skype-ითაც არის უკვე შესაძლებელი ნოტარიალურად რაღაც დოკუმენტის გაფორმება. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ჩვენ მოქალაქეს აინტერესებს ეს შემთხვევა. სიტუაცია არის ასეთიანი, რადგან ჩვენ ვსაუბრეთ ფორმაზე, რომ აუცილებელია ორივე მხარის მონაწილეობა, მესაკუთრისაც და დასაჩუქრებულისაც, აუცილებელია რომ გქონდეს იმ პირის, ვინც არის საზღვარგარეთ, გამოხატული ნება. როდესაც ფიზიკურად არ არის შესაძლებელი, რომ ის სანოტარო მოქმედებაში ჩაერთოს, მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს მინდობილობის ინსტიტუტი. რას ნიშნავს, რომ მან ნდობა გამოუცხადოს ვინმეს, მისთვის, ვინც არის მისაღები პერსონა და მისი მეშვეობით დადოს ეს ხელშეკრულება. სწორი ბრძანით, ანუ ნოტარიალურად შესაძლებელია, რომ გაფორმდეს მინდობილობა საქართველოს მოქალაქე, რომელიც იდენტიფიცირებულია, რომელიც არის საზღვარგარეთ, შეიძლება ჩაერთოს Skype-ით ნოტარიუსთან და გააფორმოს მინდობილობა. აქ მინდობილობის გაფორმებისთვის მას სჭირდება ორი სრულწლოვანი მოწმე, რომელიც მის ნაცვლად მოაწერენ ხელს და ეს მინდობილი პირი, რომელსაც ის დაასახელებს, აი ამ ონლაინ ჩართვის დროს მოაწერს ხელს მისი სახელით ჩუქების ხელშეკრულებას. ეს ასევე სანოტარო წესით მოხდება, ან მარეგისტრირებულ ორგანოში ხელმოწერის დამოწმებით. ანუ ერთი არის მინდობილობა და მეორე რა თქმა უნდა არა აქვს აკრძალული საზღვარგარეთ ყოფ მოქალაქეებს, რომ იქ გამოხატონ ნება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ან იქვე გააკეთონ მინდობილობა და გამოგზავნონ ეს მინდობილობა და ამოწმონ აპოსტილით ან ლეგალიზებით იმის მიხედვით, რომელი ქვეყანა არის, რომელ ქვეყანაში იმყოფებიან, გამოგზავნონ ეს დოკუმენტი და შემდეგ მათი ნების შესაბამისად იქნება განხილული საქართველოში. აი ამ პროცედურას ყველაფერს დაახლოებით რა დროის ფაქტორი, რამდენად სწრაფად ხდება ეს ყველაფერი? იმ შემთხვევაში თუ ნოტარიუსთან მოხდება ჩართვა და მინდობილობა გაკეთდება ეს ელექტრონულად, ეს დაიკავებს დაახლოებით ალბათ ერთ დღეს, იმიტომ რომ იმავე დღეს, როდესაც მინდობილობა იქნება, იმავე დღეს გაკეთდება ხელშეკრულება, რომელიც იუსტიციის სახლში იქნება წარდგენილი, ხელმოწერილი და რეგისტრაციისთვის შემდეგ უკვე ვადას თვითონ მოქალაქე იცევს. ან იმავე დღეს მოხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება, ან 4 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი საფასურის გადაღება. ძალიან საინტერესო ზარი შემოვიდა. იმავე დღესაც არის შესაძლებელი მაგაზე მიდოდა ხაზის გასმა. დედამ აჩუქა, ზარი შემოვიდა და მის ამ ზარს ვაჩხარებ, დედამ აჩუქა ერთ-ერთ შვილს უძრავი ქონება და მეორე შვილს თუ შეუძლია რომ გაასაჩივროს. ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია რომ გითხარით და რას გვირჩევთ? აქ ჩვენ წეგან საუბრობდით იმაზე, რომ ჩუქების ნაწილი, ანუ მესაკუთრე, როდესაც არის ნებისმიერი ქონების უძრავი იქნება ეს თუ მოძრავი, შესაძლებელია რომ მესაკუთრემ სრული თავისუფლება აქვს მას, რომ გაასხვისოს ეს ქონება.
ეხლა რა შეიძლება ქნას მეორე შვილმა, რომელსაც აქვს პრეტენზია ამ ქონებაზე და ეწყინა ის ფაქტი, რომ დედამს გამოარჩია ერთ-ერთი შვილი და მას აჩუქა უძრავი ქონება. რა შეგვიძლია ურჩიოთ? პირველი ის, რომ მან დაადასტუროს, რომ არის აი ამ მესაკუთრის, ანუ დედის კმაყოფაზე მყოფი პირი, ანუ ეს არის მისი ერთადერთი საარსებო წყარო, ეს უნდა ასაბუთოს რა თქმა უნდა სასამართლოში, რომ მისი საარსებო წყარო მოისპო ამ ჩუქების შედეგად და მისთვის არანაირ შემთხვევაში არ იყო ეს გარიგება ხელსაყრელი. ან მეორე ვარიანტი, რომ ეცადოს რამენაირად დედა დაარწმუნოს იმაში, რომ მეორე შვილი, რომელსაც აჩუქა, ძიმე შეურაცხყოფას აყენებდა, ანუ ეს უნდა დადასტურდეს და მაგ შემთხვევაში დედა თავად უნდა იყოს მსურველი იმის, რომ ეს ხელშეკრულება მოშალოს. ან უნდა ასაბუთოს თავად დედამ, რომ ძალიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა აი ამ ჩუქების გამო. ანუ აი ძმას მხოლოდ ერთ-ერთ ძმას შეუძლია ერთადერთი არგუმენტი, რაც შეიძლება მას ჰქონდეს, ის რომ ის იყო მშობლის კმაყოფაზე. კონკრეტულად ეს ქონება იყო მისი საარსებო წყარო, საარსებო მინიმუმი და სწორედ ეს მინიმუმი მოესპო ამ ჩუქების შედეგად. თუ ამას დაადასტურებს სასამართლოც მიიჩნევს, რა თქმა უნდა, საფუძვლად და მოსვლის ადამიანს მოგზანდეს თქვენთან გაიაროს. საკონსტიტუციო ბარათის საშუალებითაც ექნება. დიახ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო ბარათი შეიცავს ამის შესახებ ინფორმაციას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი გარემოება არის ჩუქების ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებს განმარტებას, განზოგადებას და დავის შემთხვევაში სასამართლოს მიერ კონკრეტული ფაქტები, შეურაცხყოფის, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნის, კმაყოფაზე მყოფი პირების ქუჩაში დარჩენის და ასე შემდეგ. ესეთი ტიპის დეტალები უნდა შეაფასოს სასამართლო და თავად გადაჭრას. დამებადეთ ამან არის ზუსტად ახლა რამდენად სწორად შეიძლება დაისვას. თუ შეუძლია პირს, რომელიც მაგალითად არის პრობაციონერი, გააჩუქოს რა. პრობაციონერი ანუ თუნდაც სასჯელის მოხდის პროცესია და აქ რაღაცა მქონება, ხო? არანაირი პრობლემა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში მყოფ პირებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ, თუ ისინი არიან მესაკუთრეები. თუ ამ ქონებას არ ადევს შესაბამისი აკრძალვა, ყადაღა და ასე შემდეგ, ესეთი ტიპის შეზღუდვა თუ არა აქვთ საჯარო სამართლებრივი, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავისუფლები არიან. ანუ საჯარო ახსნების დაწესებულებიდანვე შეუძლია რომ გააჩუქოს, არის ესეთი სერვისი. ანუ საჯარო ახსნების დაწესებულების ხელმძღვანელი ერთი მხრივ ნოტარიუსის ფუნქციას კისრულობს ასეთ დროს, რადგან პატიმარი ვერ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში მისი ხელმძღვანელი დაამოწმებს მის მინდობილობას და სწორედ აი ამ წესით არის შესაძლებელი, რომ ერთ-ერთი გზა არის ხელშეკრულების დადების, რომ ჩვეულებრივ პატიმრებს რა თქმა უნდა აქვთ საკუთრების უფლება და შესაბამისად მას განკარგავენ თავისუფლად და ამას სახელმწიფო ხელს უწყობს. ეს იმხელა თემა არის, რომ ალბათ ჩვენ ვერც ნახევარსაათი მთელი გადაცემა რომ დავუთმოთ, მაინც ვერ ამოვწურვათ, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა იმ თემაზე. საინტერესო რჩევა მაინც მივეცით ირაკლი და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლოთ, იმედი გვაქვს, რომ კიდევ ვისაუბროთ ამ თემაზე, არა მარტო ამ თემაზე, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ბევრია სასაუბრო, შეგიძლიათ. ერთადერთი მე მინდა ვთქვა ის, რომ ის ფაქტი, რომ ასე აქტიურად გავაჟღერეთ აი ამ ჩუქების ხელშეკრულების მოშლის და ამ ნაჩუქარი ნივთის უკან წარების საკითხი არ მინდა მოქალაქეებს დარჩეთ შთაბეჭდილება ჩვენს მაყურებლებს, რომ ეს არის იმდენად მარტივი პროცედურა, რომ თუ ჩვენ ყიდულობთ ვინმესგან ქონებას ან ჩუქნია, რომელიც მას თავად ასევე ნაჩუქარი აქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება ეს ქონება წაგვართან. რა თქმა უნდა, არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალიან რთული და რთულად სამტკიცებელი პირობები იქნება საფუძველი, როდესაც ჩვენთვის ნაჩუქარი ნივთი შეიძლება უკან წაიღონ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უკვე ნაყიდი გვაქვს და კეთილსინდისიერი შემძენი ვართ იმ ქონების, რომელიც წინა მასაკუთრეს ჩუქებით ქონდა მიღებული, თუნდაც მან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენოს, ჩვენი ინტერესები რა თქმა უნდა დაცულია და არ უნდა შევუშინდეთ ვინმესგან ნაჩუქარი ნივთის ყიდვას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენმა ერთგულმა ტელემაყურებელმა ბევრი საინტერესო რჩევაც მიიღო და ასე ბოდიშით მოვიხადოთ, იმიტომ რომ ვერ გავაჟღერეთ ზოგიერთის კითხვა დროის სინცილის გამო. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ ამას. ვითანამშრომლებთ, სწორედ ამას ვიძახდი მე. კარგი, ჩვენ მზად ვართ. მოგაწოდოთ ყოველი ინფორმაცია. დიდი მადლობა გაცემის. თამარ ციკლაური იყო ჩვენი სტუმარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი, ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას. რა თქმა უნდა, ია და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ჩვენი გადაცემის ბოლო ბლოკი არის მუსიკალური, არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი და მოკლედ ძალიან საინტერესო კლასიკური ნაწარმოებს მოისმენთ.